მარში რუსთაველის გამზირზეა უკვე ჩვენ ახლა მივამართებით საკანონმდებლო ორგანოსთან იქ სადაც სინდისის პატიმრები თვეების განმავლობაში იბრძოდნენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ახლა მათ ნაცვლად ქუჩაში არიან მათი დედები აქ რუსთაველის გამზირზე ისმის სინდისის პატიმრების სახელები და გვარები და ამ სახელები და გვარების გაჟღერების შემდეგ უკვე ისმის თავარი ფრაზა ჩემი შვილია ხელი გაუშვი სწორედ ამ შეძახილებით ჩამოვიარეთ მთელი ეს სივრცე ახლა ვარ ზუსტად რუსთაველის მეტროსთან და უნდა აღინიშნოს რომ ეტაპობრივად იზრდება აქ მარშის მონაწილეების რაოდენობა ამავდროულად ამ მარშის ერთ-ერთი მონაწილე არის ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომელიც ახლა მოემართება სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან დედებთან ერთად და გავჩერდებით საკანონმდებლო ორგანოსთან ამავდროულად თქვენ გესმით სოლიდარობის შეძახილები და სიგნალები რომელიც არის ახლა რუსთაველის გამზირზე ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ ახლა იმ ადამიანებს ვისი შვილებით რეჟიმმა უკანონოდ დაატყვევა ანდრე ჭიჭინაძის დედა არის ჩვენთან ერთად ქალბატონო ლიკა გამარჯობა პირდაპირ ეთერში ვართ გითხარით თქვენთვის რას ნიშნავს დღევანდელი დღე რას ეტყვით ამ დროს რომელიც გიყურებთ და ამავდროულად არ შემიძლია არ გკითხოთ სანქციებთან დაკავშირებით რომელიც სრულმოწმე პოლიციელებს მოსამართლეებს და პროკურორებს დაუწეს ეს დღეს ეს რას ნიშნავს თქვენთვის სანქციებიდან დავიწყებ ეს არის მხოლოდ დასაწყისი ეს არის დასაწყისი სანქციები გაგრძელდება და ძალიან კარგი ეს გახარებული დღევანდელი დღე მძიმე ჩვენთვის ეს არის დედის დღე ყველა დედა ერთად ვარ ჩვენი შვილების გარეშე ამ დროს ვეწყობდი რომ მიყოს მხნეთ მიყუროს რომ მე ვარ ძალიან მაგრად და მხნეთ მთელი დედების ჯარი ერთად ავართ და ჩვენ შევძლებთ ყველაფერს თვითონ იყოს მხნეთ და პიროვნულად განვითარდეს იქ სადაც არის მას ეს შეუძლია ძალიან დიდი მადლობა საბას ხვიტარიძის დედა არის ჩვენთან ერთად ქალბატონო ელენე ჩვენსკენ გადმოინაცვლეთ ხვალ არის საბას პროცესი შუადღის 4 საათზე თქვენ შეხვდებით უკვე სანქცირებულ პროკურორს რას ნიშნავს ეს სანქცია თქვენთვის რა აჩვენა ამ ყველაფერმა ჩვენ ნელა ეტაპობრივად აუცილებლად მივახცევთ საბას დაიწყო უკვე ჩვენი ოცნების ასრულება ნელა ავისრულებთ ოცნებას და თანდათან დასანქცირდება აბსოლუტურად სულ ყველა დაბალი ფენაც და მაღალი ფენაც და ჩვენ სამართალს აუცილებლად მოვიპოვებთ და აუცილებლად გაიმარჯვებს სრულიად საქართველოს და ვიქნებით თავისუფლები აი ამ ჯოჯოებისგან. ძალიან დიდი მადლობა. დღეს მთელი დღის განმავლობაში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, დედები, ასე სრულიად უცხო ადამიანებისგან იღებენ მათი შვილების სახელზე ყვავილებს. ქალბატონი ნარგიზ, გითხარით რა გაჩვენათ, რა დაგანახათ დღევანდელმა ერთობამ, დღევანდელმა დღემ და რას ეტყვით ზვიათს, რომელიც აქტიურად წერს წერილებს ციხიდან და ამბობს, რომ ყოველთვის გადევნებთ თვალს, სავარაუდოდ ახლაც გიყურებთ. ზვიათს მადლობა მინდა უთხრა შეკვეთილი ბუკეტისთვის წერილთან ერთად მივიღეთ მე დღეს აქციაზეც მივიღეთ ძალიან ბევრი ყვავილები აი ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და ისეთი კმაყოფილი ვარ ამ ხალხს არ ვიცი რა სულ ყველას მადლობას ვუხდი ესეთი სიტყვოთი და სიყვარული დედების ჯაჭვი სიყვარულის ჯაჭვი შეიქმნა დღეს და მადლობა ამ სიყვარულისთვის დიდი მადლობა. აქ არის არჩილ მუსელიანცის დედობილიც ჩვენსკენ მობრძანდით. არჩილი არის სინდისის ის პატიმარი, რომელიც პოლიციამ ჯერ დააკავა და ამის შემდეგ უკვე პოლიციის განყოფილებაში მას ძალის გამოყენებით ეუბნებოდნენ, რომ დაიხსახელებინა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც თითქოს მას ავალებდა, რომ კონკრეტული მოქმედებები შეესრულებინა რუსთაველის გამზირზე. ქალბატონო ცარო, გითხარით, რას ეტყვით არჩილს? არჩილ ძალიან მიყვარხარ და ძალიან მკივა გული რომ შედედიკო არ ყავს. ჩემი შვილია. დღეს ძალიან გუგავ ჩემი შვილია. რას ნიშნავს თქვენთვის დღევანდელი დღე? ერთობა, თქვენს გვერდით არის პრეზიდენტიც დღეს. დღეს ჩემთვის რაღაც ძალიან მძიმე დღე არის, ადვოკატს რომ არჩილი არის დედის გარეშე გაზრილი, ასევე არის სხვა ბიჭებსაც არ ყავთ დაჭერილი ბიჭების
რამოდენიმე ზედა არ ხავს სამს და ძალიან განვიცდი საერთოდ ასე უდედოდ გასდილ ბიჭების და საერთოდ ბავშვების ბედს და რა ვიცი ხმეთმა მალე დააბრუნონ ეს ბიჭები და კარგად იყვნენ და ესეთი სიმწარე არც ერთ დედას არ გამოეცადოთ რაც ესენი განიცდიან. ალბათო იგან თქვენსკენაც გადმოვინაცვლებ. დღეს არის 1 მარტი, როდესაც თქვენი შვილი ციხეშია, თქვენ გარეთ ხართ და აქედან ცდილობთ მის გამხნევებას. გითხარით რას ეთქვით მას, ახლა გიყურებთ სავარაუდოდ ტელევიზორიდან. არა, რა უნდა უთხრა განსაკუთრებულს ვერაფერს. შენთან ერთად ვარ, აი ეს ამდენი ქალბატონები ჩემ გვერდზეც არიან, მე მარტო არ ვარ. შესანიშნავი 3 მარტი მომიწყვეს სტუდენტებმა ყურადღებით და არ ვიცი. დღეს ჩვენ ვნახეთ, სანამ ეს მარში დაიწყებოდა დედების სანქცირებული პროკურორების მოსამართლეები, სრუმოწმე პოლიციელები. ეს რას ნიშნავს თქვენთვის? არის თუ არა ეს ხალხის გამარჯვება? ხალხის გამარჯვებაზე უფრო მეც დავარქმევდი ხალხისთვის მხარდაჭერა. ეს არის ხალხისათვის მხარდაჭერა, ჩვენ მხარდაჭერა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ვართ ახლა უკვე რუსთაველის გამზირზე, მარში უკვე ახლაც დაიძრა. ნანუკასთან მინდა გადავინაცვლო. ნანუკა ჟორჟოლიანი აქტიურად არის ამ პროცესებში ჩართული, ყოველთვის არის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების გვერდით. ნანუკა, გითხარი რა ჩვენა დღევანდელმა დღემ? ძალიან ბევრი ადამიანია ახლა ქუჩაში. აქ არის სალომე ზურაბიშვილი. გამარჯობა. ნანუკა, თქვენთან დავიწყებ და ბატონსთან გადავინაცვლებ. ხელოდელი თემი და შევაფასოთ და რა ჩვენა დღევანდელ სანქცია რომელიც რამდენიმე საათია. სიმბოლური დღეა დღეს და მაშინ როდესაც მსოფლიოში ყველა თავისი შვილი დედას ეფერება სიყვარულს უგზავნის, ჩვენთვის მთავარი გზავნილი არის ერთადერთი, რომ ამ ხელისუფლებას უთხრათ, რომ სხვისი შვილები დატყვევებულიყავთ. ეს არის ჩემი ერთადერთი გზავნილი დღეს. დღეს აქ დედებთან ერთად არიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, აქ არის ზვია ცეცხლაძის მამა, ბატონ ზურა. საუბარი უნდა დავიწყოთ იმ შედეგით, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე საათის წინ. სანქცირებული მოსამართლეები, პროკურორები, სრუმოწმე პოლიციელები. ესენი უკვე დასანქცირებულები არიან და არაერთგზის. ეს მინდა რომ შევაფასოთ. კითხოთ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უკომპრომისო ბრძოლა უკანონო ხელისუფლების წინააღმდეგ გრძელდება. ყველა გადაწყვეტილება, ყველა ჩინოვნიკი დე-ფაქტო ხელისუფლების და ყველა მათი გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. შესაბამისად, ვინც ამ უკანონო გადაწყვეტილებებს მიიღებს, ისინი აუცილებლად ცივილიზებული საზოგადოებისაგან იქნებიან გარიყული და ევროპის ქვეყნებში ვეღარასოდეს ვეღარ შევლენ როგორც ცივილიზებულ სამყაროში. აი ეს არის ჩვენი გზავნილი ამ ხალხის დასანქცირებაში, პატიმრების ოჯახის წევრებიც მონაწილეობდით. ჩვენ ვითხოვდით მათ დასანქცირებას იმდენად, რამდენადაც აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო სასამართლომ, პროკურატურამ საქმეების შეთითხნა შეკერა, შესაბამისად ყველაფერი ყალბი და უკანონოა. ამის შედეგი იყო სწორედ ის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ძალიან ბევრმა უკვე დაასანქცირა და ეს სანქციები იმედი მაქვს, რომ გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც და იქნება მკაცრი, არა მხოლოდ ვიზებთან დაკავშირებით იქნება, რომ ვერ შევიდნენ, არამედ ეკონომიკური სანქციებიც იქნება, მათი ანგარიშებიც გაიყინება და მათი უძრავ-მოძრავი ქონებაც იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებმაც დაასანქცირეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურა. მარში ახლა მიემართება რუსთაველის გამზირზე ვართ ჩვენ და პერიოდულად ისმის შეძახილებით ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ამავდროულად ჟღერდება რეჟიმის ტყვეების სახელები და გვარები და ისმის მთავარი ფრაზა ხელი გაუშვი ჩემი შვილია. ახლა რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე ვიქნებით საკანონმდებლო ორგანოსთან ამ მარშის მონაწილე, როგორც გითხარით, არის სალომე ზურაბიშვილი და დღეს რეჟიმის პატიმრების დედებისთვის საკმაოდ სიმბოლური დღეა. დღეს დედები პირველად არიან საკუთარი შვილების გარეშე, ისინი რეჟიმმა დაატყოვა და ციხეში გამოკეტა, სწორედ ამიტომ დედები ახლა ქუჩიდან იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის.